შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს და მაშინ მიუხვდებით რა დიდი შეცდომას უშვებთ, როცა იმ დიდ თავისუფლებას, რომელიც უფალმა გვარგუნა და მოგცა, რაში ვფლანგავთ? რაში ვფლანგავთ? ამას წინ წავიკითხე ერთი ფილოსოფოსის სიტყვები, რომელიც ამბობს, რა უცნაური ქმნილებები ვართ ადამიანები. ჩვენ მთელ ჩვენ დროსა და ჯანმრთელობას ვხარჯავთ იმაში, რომ როგორმე სიმდიდრე დავაგროვოთ. და მერე მთელ ჩვენ სიმდიდრეს ვხარჯავთ იმაში, რომ როგორმე ჯანმრთელობა გავიმჯობესოთ. არადა ის ხომ მანამდე გქონდა. ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ იმას, რაც მადლით და სიკეთით გვაქვს მოცემული. და მერე ძალიან დიდი ფასის გადახდას ვიღებთ იმაში, ვიწყებთ იმაში, რომ როგორმე ის დავიბრუნოთ, რაც ისევ გქონდა, უფასოდ გქონდა, მაგრამ არასდროს არ დაგვიფასებია. გასაგებია, ადრეც ისა დაგვიმოწმებია ეკლესიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ ოჯახში, რომ მამამ კედელზე გააკრა, რომ სულ ასე არ იქნება და შვილები იმ წარწერას რწმენით უყურებდნენ, იმიტომ რომ უჭირდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, ძალიან ბევრი ფინანსურად არ იყო ის ესაკი, უკმარისობა იყო, არის უკმარისობა, იცი რომ შენ თვეში გჭირდება, ვთქვათ, 1000 ლარი და გააქვს 100. ეს უკმარისობაა, იმიტომ რომ ის არ კმარა. იმ საკითხების პასუხის გასაცემად, იმ საჭიროებების პასუხის გასაცემად, რაც ჩვენ ცხოვრებაში დგას, ხშირად არ კმარა და ჩვენ ეს გამოგვივლია, ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ამაში გვიცხოვრია. და იცით, მართლა არის მომენტი, როცა რწმენით უყურებ და შვილო, იცი, სულ ასე არ იქნება. ღმერთი გვიპასუხებს, გაივლის ეს დრო, გავალთ აქედან. ერთხელ თურმე ერთმა კაცმა თქვა, გაბრაზებული იყო რაღაცაზე და ესე როცა ესაუბრებოდნენ, თქვენ არ იცითო, მე ჯოჯოხეთს გავდივარო, ერთმა გააჩერა, დაწყნარდიო უთხრა. შენ კარგი სიტყვა თქვიო, გავდივარ. თუ გადიხარ გახვალ აუცილებლად. თავარი არ გაჩერდე. თუ გადიხარ გახვალ აუცილებლად. იცი მე რას გავდივარ? გადიხარ. და თუ გადიხარ გახვალ, იქ ხო არ რჩები. თუ არ რჩები იმ სიტუაციაში, თუ იმ სიტუაციაში დარჩენას არ აპირებ, ჩვენ გავალთ აუცილებლად. გავა ეს ყველაფერი. და ეს ბავშვების თურმე რწმენით უყურებდნენ ამას, რომ სულ ასე არ იქნება, სულ ასე არ იქნება და მართლაც გაიარა ამ დრომ და სულ ასე არ იქნება და არ არის სულ ისე. ისინი ბიზნესმენები გახდნენ, ვიღაც, რა ვიცი, წარმატებული ადამიანები და მშობლებთან როცა იკრიბებოდნენ ერთ-ერთ შობას თურმე შეიკრიბნენ ოჯახში და ერთი შვილი ეუბნება, მამა, მოდი ჩამოვხსნათ ეს წარწერაო. უკვე ღმერთმა გვიპასუხა, შეიცვალა ყველაფერი, ჩვენ ყველაფერი გვაქვს. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დამთავრდა, ისე აღარ არის. მოდი ჩამოვხსნათ ეს წარწერა, მამამისი ეუბნება, იყო შვილო, სულ არც ასე არ იქნება. იმიტომ რომ ღმერთმა სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამისთვის მოგვიწოდა. ჩემო მეგობრებო, დღეს იცით რომ ჩვენ ახლა ეკლესიაში წამოვიწყეთ ეს პროცესი და გავდივართ ამას და ვლაპარაკობთ ქრისტეს მოწაფეობის განვითარებაზე, მოწაფეობის სულზე. წმინდა წერილი ამბობს წადით. აქ არ წერია იყავი და ისინი მოვლენ თქვენთან, ესე არ წერია აქ. წმინდა წერილი ამბობს წადით. წადით ნიშნავს რაღაც უნდა გააკეთო. უნდა ადგე და წახვიდე. წადით ნიშნავს შენი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. წადით ნიშნავს რომ უნდა გაიხედო მარჯვნივ და მარცხნივ. წადით ნიშნავს რომ უნდა მოძებნო ვიღაცა, ვისაც შეგიძლია მიხვიდე და ეს სინათლე, რომელიც ღმერთმა მოგმადლა, გადასცე და აგრძნობინო. სიყვარული, რომელიც ღმერთმა ჩაღვარა ჩვენში, ვიღაცას გადასცე და აგრძნობინო. იმიტომ რომ წმინდა წერილი არ ამბობს ასე, თქვენ იყავით აქ, დატკბით თქვენი თავისუფლებით, დატკბით ამ კომფორტით, დიდება უფალს, რა კარგია აქ ყოფნა, სამი კარავი გვაქვს, სხვები აი თქვენ არაფერიც არ გააქვთ. ეს არ არის ის, რისკენაც ღმერთმა მოგვიწოდა. ღმერთმა გვითხრა, წადით. და წადით ნიშნავს უნდა წახვიდე. გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან და წახვიდე. და მოიმოწაფეთო ასე წერია. ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ. წადით და მოწაფეებად აქციეთ. წადით და მოწაფეებად გახადეთ. შემდეგი მონათლეთ ისინი სახელითა მამისა
ძისა და სულიწმიდისათა მონათლედ ნიშნავს, რომ ადამიანი იქამდე უნდა მიიყვანო, რომ როგორც ჩვენ გვწამს და გვჯერა, უნდა დაეხმარო, შენ ვერსად ვერავის ვერ მიიყვან, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავეხმაროთ. უბრალოდ გზა ავაჩვენოთ, უბრალოდ გზა ვასწავლოთ და მეტი არაფერი. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა, შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაგრამ ჩვენ ასე გვჯერა, დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე ჩვენს ვიარო ციცოცხლის განახლებით. მაგრამ რომელთა წერილი ამბობს? მეათე თავი. ყოველი ვინც უფლის სახელს მოუხმობს, როგორო? რა მოხდებაო? ყოველი ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. ამენ. ჩვენ გვჯერა ასე, ყოველი ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმოს? როცა არ იცის დარსმენია. პავლე მოციქულთა საქმის მე-19 თავია პირველივე მუხლიდან. წერია, პავლე მოციქულმა მოიარა ზემო ქვეყნები და მივიდა ეფესოში და იპოვა მოწაფეებიო. ისინი ვიღაცები კი არ იყვნენ ქუჩაში, არა მოწაფეები იყვნენ. ანუ ეს რას ნიშნავს? მომოწაფებულები იყვნენ. დადიოდნენ, ისმენდნენ. გასაგებია? და პავლე ეუნება, თუ მიიღეთ სულიწმინდა, როცა ირწმუნეთო. წაიკითხეთ, უბრალოდ ასე წერია, მე არ გექონოთ, რომ ჩემ ინტერპრეტაციას ვაკეთებ. პავლე ეუნება, თუ მიიღეთ სულიწმინდა, როცა ირწმუნეთ, ისინი არც კი გვსმენია ამის შესახებ, რა არის ეგ? ჩვენ არც კი ვიცით ეგ რა არის. პავლე ეუნება, აბარაღაში მოინათლეთ, იოანეს ნათლობაში. პავლე ეუნება, რომ იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით. და ეუბნეოდა ხალხს, რომ ყველანი უნდა მონათლილიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. და როცა ესმათო ეს, მოინათლენ იესო ქრისტეს სახელით და როცა ილოცეს მასთვის და ხელები დადეს, მოვიდა მათ სულიწმინდა და იწყეს ლაპარაკი უცხო ენებით და წინასწარმეტყველება. გასაგებია? არიან ადამიანები, რომლებსაც არც კი სმენიათ ბევრი რაღაც, არც კი სმენიათ, არც კი გაუგიათ. ამიტომ წმინდა წერილი ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს. მაგრამ ჩემო მეგობრებო, არის ერთი მაგრამ. როცა ამ თემას გავდიოდით ბიბლიის სკოლაში, პირველი კორინთელების მე-14 თავი კლასიკური მაგალითია, სადაც კარგად ჩანს ეს თემა. და აი ეს თემა უნდა დაგვეწყო, გადავშალეთ პირველი კორინთელების მე-14 თავი, პირველივე მუხლი და ღმერთმა ორ სიტყვაზე გამიმახვილა ყურადღება. რომელსაც დღეს მე თქვენს გაუწყებთ. და მინდა ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მოწაფეობა შეუძლებელი გახდება. რაღაცის მიღწევა შეუძლებელი გახდება, თუ ამ ორ სიტყვას თავის მნიშვნელობას არ მივცემ და არ დავადებ. ნახეთ, გადაშალეთ პირველი კორინთელების მე-14 თავი და პირველივე მუხლი. ჩემთან ერთად გადაშალეთ და ნახეთ, პირველივე მუხლი. 14-ის 1. პირველი კორინთელების. სხვადასხვა თარგმანში სხვანაირად არის, მაგრამ მოტივი ერთია. პირველი სიტყვა, ესწრაფეთ. ესწრაფეთ სიყვარულს. მეორე სიტყვა, ეშურეთ. ეს ორი სიტყვა. ესწრაფე და ეშურე. ესწრაფე სიყვარულს და ეშურე სულიერ ნიჭებს, ასე წერია. ამ ორი სიტყვის გარეშე არაფერი არ იქნება. რაღაცა რო გქონდეს უნდა ესწრაფო. მინიმუმ რაღაცა რო იყოს შენ ცხოვრებაში უნდა მოგინდეს. იცით? არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მოწაფეობა სურვილთან არის დაკავშირებული. ერთი კაცი მინდა გაგახსენოთ. მოდი გადავშალოთ მარკოზის სახარება და გეტყვით ამ კაცის შესახებ. ეს არის მარკოზის სახარების მე-10 თავი, 46-52 მუხლები. შეგიძლიათ მომყვეთ აზრში, აზროვნებაში, განჟაში. მოდი წარმოვიდგინოთ სიუჟეტი. მოდი წავიკითხავ ჯერ მონაკვეთს და გეტყვით. მივიდნენ იერიქოში და იერიქოდან თავის მოწაფეებთან ერთად, ძიძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა.
გზის პირას ბრმა მათხოვარი ტიმეს ძე ბარტიმეოსი იჯდა. ყური რომ მოკრა იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო და ამბობდა იესო ძეო დავითისა შემიწყალე. ბევრი უწყრებოდა რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს. კი არ გაჩერდა, სულ გაგიჟდა. კივილწივილი დაიწყო იესო ძეო დავითისა შემიწყალე. გადაფარა ყველას ხმა. ყველას ხმა გადაფარა. მან უფრო უმატა ყვირილს დავითის ძეო შემიწყალე. შეჩერდა იესო და თქვა დაუძახეთ. წარმოიდგინეთ სიუჟეტი. სხვადასხვა ერთ-ერთი პირველი პროექტი პასტორ ალექსეი ლიძიაევის, რომელზედაც დღესაც კი როცა ამას უყურებ ტირი ვარ ხოლმე. ბარტიმეოსია ზუსტად. იქ არის იესო სინ დავიდაო, პამილუი მინა და რუა ჩუმებენ, ხელს კრავენ, აგდებენ და ეს ყვირის იესო სინ დავიდაო, პამილუი მინა. იესო ძეო დავითისა შემიწყალე. თეუნე გაჩუმდი საცალია შენთვის. ვიღაცა გდეხარ მათხოვარი აქ, საცალია შენთვის. კაცი წინასწარმეტყველია, თავის გზაზე მიდის, თავის მოწაფეებთან ერთად, უამრავი ხალხი, უამრავი საქმე. 1000 გეგმა, 1000 პრიორიტეტი დალაგებული და ვიღაცა მათხოვარი ამ დროს ცდილობს გადაფაროს ყველა გეგმა, გადაფაროს ყველა დაგეგმილი რაღაცა ივენთები, ჩვენ რო ვეძახით ხოლმე. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პრესკონფერენცია, ეს, ის, იქ, რა ვიცი, შეხვედრა, ლიდერებთან შეხვედრა, ამათთან შეხვედრა, ბიზნესმენებთან შეხვედრა, იმათთან შეხვედრა. და ვიღაც მათხოვარი ამბობს, იესო ძეო დავითისა გაჩერდი. როგორია გაჩერდი? როცა ხშირად ბარტიმეოსის ნაირი ხალხის ხმა ჩახშობილია. შენთვის ვინ გააჩერებს ავტობუსს? შენთვის ვინ გააჩერებს გემს? დაეტიე და იჩხავლე ცალკე შენთვის. და გააქვს მოცემული ჭრელი ზედა სამოსელი, იცოდეთ რომ მათხოვრებს ზედა სამოსელი ქონდათ, ეს ლიცენზია იყო მათხოვრობის. ვისაც ეს ეცვა, ეს სახელმწიფოსგან იყო ნებართვა მათხოვრობაზე, რომ შენ შეგიძლია იმათხოვრო ქუჩაში. არავინ არ გაგაგდებს აქედან თუ ეს სამოსელი გაცვია, ეს შენი ლიცენზია. დადექი, დაეტიე მანდ და იმათხოვრე. შენთვის არავინ გააჩერებს გემს, შენთვის არავინ გააჩერებს დიდ საქმეებს. დაგეგმილია უკვე შეხვედრები, კონფერენციები, დაგეგმილია უკვე და ბარტიმეოს დაეტიე მანდ, გაჩუმდი. ვაუ, არ ვაპირებდი ამის ასე გაშლას, მაგრამ ძალიან დიდ ცხებულებას გრძნობ ახლა. და ბარტიმეოსი არ ფიქრობს გაჩერებას. ბარტიმეოსმა იცის რომ ანახლა ან არასოდეს. თუ ახლა არა, მეორეთ ეს შანსი აღარ იქნება. და ის ყვირის იესო ძეო დავითისა. შემიწყალე, უწყრებია, ხო არ გაგიჟდი, რასაკეთებ, ეს გემი გინდა გააჩერო, სულ ყველაფერი გინდა ჩაშალო. მე მინახავს მეგობრებო. და სამწუხაროდ მეც კი შეიძლება ხშირად ასე მოგცეულ ვარ. სამცალი ეხლა შენთვის. აი აგერ ჩემი დამხმარეები და გეხმარებიან. მე მილიონი საქმე მაქვს. და იესო გაჩერდა ხალხო. ყველასგან გასაოცრად. ის გაჩერდა. დამბოს დაუძახეთო. მოვიდნენ და აჰა. წამოდი ერთი რა გინდა? და მიიყვანეს და ქრისტე ეკითხება, რა გინდა რომ გაგიკეთო? ბარტიმეოსის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან ადვილი იქნებოდა ეთქვა ფული მინდა. იმიტომ რომ მას იმედი დაკარგული ქონდა, მას მხედველობას. იცი, ყველა ექიმმა უთხრა რომ შენი მხედველობა აღარ აღდგება, განწირული ხარ. შენი მხედველობა აღარ აღდგება, всё დამთავრდა, იმედიც არ ქონდეს, განწირული ხარ. და ყველაზე კარგი აი მოსმენილიდან, დიაგნოზიდან, ყველაფრიდან ჩვენ ხშირად ასე ვიქცევით. არის თუ არა ასე? შეგიძლია თქვა ამენ, მეთანხმები? ადამიანები ვარ ჩვენ და რო გვითხრეს რომ სხვა გამოსავალი არ არის, რო გვითხრეს რომ სხვა შანსი არ გაქვს, ჩვენ ვიჯერებთ ამას და ვიწყებთ ისე ცხოვრებას როგორც გვითხრეს. და ბარტიმეოსის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ეთქვა რომ ფული მინდა უფალო, იმიტომ რომ საჭმელი არ მაქვს, ბრბა ვარ
და წავალ და იქნება სადმე კაი პანსიონატი ვნახო, სადაც გადავიხდი და მომივლიან და ვიცხოვრები სიკვდილამდე. მაგრამ ბარტიმეოსმა იცი რა ქნა? წაიკითხეთ, მოდი ეს მონაკვეთი ჩემთან ერთად. მან უფრო უმატა ყვირილს, ძეო დავითისა შემიწყალე, შეჩერდა იესო და თქვა დაუძახეს ბრმას და უთხრეს. ნუ გეშინია ადექი გეძახის. რა გააკეთა ნახეთ? სიგიჟე ჩაიდინა. გადააგდო ზედა სამოსელიო ასე წერია. გაიხადა და სულ არ მჭირდება. მე აქ დამბრუნებელი აღარა ვარ. ან ახლა ან არასოდეს. ან ახლა ან ყველაფერი დამთავრდება. იმასაც კი დავკარგავ რაც მაქვს. მას არ ვთქვია, რა ვიცი ახლა, მოდი ამ სამოსლიანად წავალ. მოიდა თვალი არ ამეხილოს. ესეც რო დავკარგო. ის იუმორისტული ის რო იყო, ერთს რო უთხრეს იმას რო გაჭირვებულ კაცს რო აჩვენებდნენ, ახლა დევს ხოლმე ინტერნეტში ხშირად, სახლი რო დაენგრა. იმერელი როა. რა ვქნა? ამის შემხედვარე რომ მეიკლა თავი, იმერულად ვიტყვი მეც. მაგრამ იქანე არ მიგიღებენო და არც იქანე მიმიღონ, არც ახანა დავრჩე, საწევიდე მერე. ხო შეიძლებოდა ბარტიმეოსაც ესე ერთხვა. რა ვქნა, რო არ ამეხილოს თვალი? არ თვალი ამეხილოს, ეს ლიცენზიაც დავკარგო, საწავიდე მერე. რა გავაკეთო, მაგრამ ბარტიმეოს ესე არ მოგცეულა, მეგობრებო. ბარტიმეოსმა თქვა, მე უკან დამბრუნებელი არა ვარ. ან ახლა მივიღებ იმას, ან ახლა შევეხები ღმერთს, ან ახლა შევეხები მის მადლს, ან ახლა შევეხები მის სიკეთეს, ან არა და დამთავრდა ყველაფერი. ან ყველაფერი, ან არაფერი. გასაგებია? და ისე უბნება, ნახეთ. გადააგდო თავისი ზედა მოსასხამი, ადგა მივიდა იესოსთან. იესომ ჰკითხა მას, რა გინდა რომ გაგიკეთო? ის დღეს ჩვენ გვეკითხება. ის ბარტიმეოსი, წმინდა წერილი ხო ამბობს, რომ ყველაფერი რაც დაწერილია ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი. მე ბარტიმეოსის ისტორიას კი არ გიყვებით ახლა, რომ გაგართოთ. დღეს ეს ბარტიმეოსი მე ვარ. დღეს ეს ბარტიმეოსი შენ ხარ. ის გვეკითხება, რა გინდა რომ გაგიკეთო? მე ისედაც ვიცი ყველაფერი. მე რაც მინდა, იმას ვახწევნელნელა. ქრისტემ უთხრა, რა გინდა რომ გაგიკეთო? ბრმამ უთხრა, რაბუნი. რას პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს ჩემო მოძღვარო. ჩემო მასწავლებელო. ისე უნდა რაბუნი. კვლავ რო ვხედავდე. ხე იესო რა შეუნდა. იესოს ფოკუსები არ ჩაუტარებია, მას არ უთქვია მე ყოვლის შემძლე ვარ. ეხლა ხელებს დაგადებ და თვალები აგეხილება, მას ეს არ გაუკეთებია. იესომ უთხრა, წადი, შენ მარწმენამ გიხსნა. ის რაც გაქვს, ეს შენი თვალის ახელაა უკვე. იესოს ის კი არ უთქვია, რომ იცი მე რაღაცას მოვახდენ ეხლა, აბრაკატაბრა, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. რაღაცას მოვიმოქმედებ ისეც. ხელებს დაგადებ. შეგიბერავ მერე დაეცემი, მერე თვალები აგეხილება. დღეს ასეთ ფოკუსებს მილიონს ნახავთ. მაგრამ ყველაფერი იყო ბარტიმეოსზე დამოკიდებული. იესომ უთხრა, წადი, შენ უკვე გაქვს ყველაფერი. არაფერი არ გჭირდება, შენ უკვე გაქვს ყველაფერი. ზუსტად ეს სიტყვებია, წადი, შენ მარწმენამ გიხსნა შენ, დიდება უფალს. თუ რწმენა გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მთავარი ერთია, რა გინდა? ეს არის მთავარი. რა გინდა? მეგობრებო, ბარტიმეოს იცი როგორ იყო? აი, მოდი ახლა შევხედოთ ჩვენ მდგომარეობას ხშირად საქმეებთან. დამოკიდებულებაში. მე რო ვაკვირდები ადამიანებს, ჩვენ გავჩერდით. მე რო ვაკვირდები ჩვენს მდგომარეობას, ჩვენ შევანელეთ, გავჩერდით. იცი როგორები გავხდით? კაც ბევრი მოსავალი რომ მოუვიდა. გახსოვთ? რა თქვა ამ კაცმა? საკმარისი მაქვს. ახლა ერთი საზრუნავი მაქვს. აღარ მჭირდება მეტის მიღება. ახლა ერთი საზრუნავი მაქვს. როგორმე ბეღლები დავანგრიო, ახლები ავაშენო, დავაგროვო ეს ჩემი მოსავალი და ეხი ჭამესვი იმხიარული ყველაფერი მაქვს. გასაგებია და მას უთხრეს ამაღამ სულს მოგთხოვე. და ქრისტე ამბობს ასე დაემართება ყველასო, ვინც საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობსო.
გასაგებია? მეგობრებო, ბარტიმეოს ესე არის. აი წარმოიდგინეთ მე პატარა სიუჟეტი. წარმოიდგინეთ ბარტიმეოსი ზის, იესომ გაიარა, დაინახა იესო. ვინ არის ეს კაცი? ესე იყო? არა, ბარტიმეოსი ზის ხმას არ იღებს. თუ გაჩერდება, თუ არა და კარგად იყოს, ხა სამცალია მაგისთვის მე ჩემი ფული მაქვს საშოვე. ბარტიმეოსი ესე იყო? ბარტიმეოსმა ყველაფერი გააკეთა. აი ეს ამ ხელა ხომალდი გააჩერა, იმ ხელა იყვირა. ყველას ყურადღება მიიპყრო. მე ხომალდს როცა ვახსენებ, იცი იესოს ძალიან ბევრი ხალხი იყო მის ირგვლივ. ყველას საჭიროება ჰქონდა, ყველას შეკითხვა უნდოდა, ყველას უნდოდა მასთან წასულიყო, ყველას უნდოდა თავის ბიზნესზე დალაპარაკებოდა. იცით მეგობრებო, დღეს თუ ვინმე გამოჩნდა სადმე ცნობილი ადამიანი, მის ირგვლივ იკრიბება, სადაც ლეშია იქ ორბები იკრიბება. უცებ ჩდებიან ხალხი, უცებ ჩდება გეგმები. მე მახსენდება ბენიხინის ერთი წიგნი, დილამშვიდობის ასულიწმინდაო, თუ გაქვთ საკითხული. იქ ამბობს ამ რაღაცას, ერთ ქალაქში ჩავედიო, ამბობს, ჩემმა დეიდაშვილმა დამპატიჟაო, ბიზნესმენების კონფერენცია იყო დაგეგმილიო, გახსოვთ? მოდი ამას დაგიმოწმებთ. ბიზნესმენების კონფერენცია იყო დაგეგმილიო და დამპატიჟა ჩემმა დეიდაშვილმაო, ჩავედი აეროპორტიდან, თვითმფრინავიდან ჩამოვედი თუ არა, ეგრევე გამაქცუნესო კონფერენციაზე, მარტო ჩემოდნის დადება მოვასწარი ნომერშიო. მეტი ვერაფერი. და ეგრევე უკვე მსახურება იწყება. ჩავედი მსახურებაზე, ავიღე მიკროფონი, იესო ვთქვი და 2 საათი მეტი ვერ ვთქვი ვერაფერიო. და დარბაზში მოვიდა ქრისტეო. ხალხი ინკურნება, ზოგს რაღაცა გუნდი, სუ ჩაიშალა მთელი პროგრამა, ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთმა აიღო თავისი კონტროლის ქვეშ. და ხალხი დაშოკილი იყო, ეს რა არის? ეს რა მხელაცხებულება და რეუნევიან საღამოს მსახურებაზე დაპატიჟეთ ყველა, იმიტომ რომ ღმერთი იმოქმედებს. ავედი ნომერში და ჩემმა დეიდაშვილმა გამაფრთხილაო, დიდი ბიზნესმენები არიან შეკრებილიო რა. ქალაქის ელიტა არის შეკრებილი და შენთან შეხვედრა უნდათო. ამას რატო გეუნევით? როგორც კი პატარა რაღაცა ნაპერწკლები ჩდება, ყველას უნდა შეხვედრა უცებ, ყველა ელოდება, აი რიგში დგას, მისაღებში დგანან რიგში. შეხვედრა უნდა, დალაპარაკება უნდა, საქმე აქვს, დიდი ბიზნესები, დიდი გეგმები აქვს, დიდი რაღაცეები აქვს და ჭირდებათ. თქვენ როგორ გონია ქრისტეს რამდენი ადამიანი დაყვებოდა ასეთი? რამდენს უნდოდა? მოდი გაიხსენეთ ზებედეს ზეების დედა. ერთ-ერთი მაგალითია. რატო არ მივიდა ბარტიმეოსთან ამ გეგმებით? რატო მივიდა ქრისტესთან? ხო გახსოვთ როგორი მივიდა? იმიტომ რომ ვინ იყვნენ ზებედეს ზეები? იაკობი და მისი ძმა. მოციქულები, ქრისტეს მოწაფეები. და ეს ოჯახი ძალიან ახლო იყო ქრისტესთან. შეიძლება სახში იყო მათთან ბევრჯერ, ღამე გაუთევია, მათთან ერთად უახშმია, ბევრი რაღაცა. და ახლა დედამისმა გადაწყვიტა, რომ ახლა მოქმედების დროა. მე რაღაცა უნდა გავაკეთო ჩემი შვილების წარმატებისთვის. და ასე გადაწყვიტა ზებედეს ძეების დედამ. მივიდა ქრისტესთან და უთხრა, ჯერ როგორღაც უთხრა, რომ უნდა შემხვდე, ეს არ არის გადარბენაზე სალაპარაკო. მე შენთან სალაპარაკო მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ქრისტემ გამოყო დრო. წარმოიდგინეთ, აი თანამედროვე პირობებში რო იყოს, მისაღებში რო დგას ეს ქალი და მდივანი ეუნება. თქვენ შენიშვნა გაქვთ, ესა შეხვედრა გაქვთ დანიშნული. ქრისტე გელოდებათ ამ საათზე. და შებრძანდა ეს ქალბატონი, დაჯდა. გამარჯობა, როგორ ახარ? რამდენი ხანია აღარ მოსულ ხარ ჩვენთან? როდის მოხვალ? როგორ, აი ხო გახსოვს როგორ ვახშმობდით ხოლმე ჩვენ? ახსენებს იმ ყველაფერს, რომ ბევრი რამე მაქვს შენთვის გაკეთებულია, ამის თქმა უნდა. სხვათა შორის ძალიან მოვიწყინეთ უშენოთ. და კარგი იქნება ერთ დღეს შემოგვიარო. და მე მოდი საქმეზე გადავიდეთ. ხო, კარგი. ხო. მე რეუნა, იცი რა, მე ერთი ესეთი ის მაქვს, ხო იცი ჩემი ბიჭები როგორი კარგები არიან, ხო? შენ ახლა ჩემზე კარგად იცნობ ჩემს შვილებს. მე ერთი რამე მინდა. როცა მიხვალ შენ სასუფეველში, ანუ ცათა სამეფოს რო დაამყარებ დედამიწაზე და იერუსალიმში რო დაიდგავ ტახტს და დაჯდები იმ ტახტზე და სამყაროს მეფე რო გახდები და მთელი ისრაელი სამყაროს მეფეერი გახდება და სხვა, იმიტომ რომ ეს იყო მესიანისტური წარმოდგენა. აი მე მინდა რომ ერთი ჩემი შვილი ერთ შენ მარჯვნივ იყოს, მეორე შენ მარცხნივ და ჩემი ადგილები შენ გაანაწილე. პრობლემა, მაგრამ მე ეს მინდა. და გთხოვ უარი არ მითხრა.
ჩემ ხელში ხარ შვილო გაზრდილი. ხშირად ეს ხდება, მეგობრებო. მიაღწია შეხვედრას. ბარტიმეოსმა რა გააკეთა, იცი? ეს ხომალდი გააჩერა. აი, ყველა ბიზნესმენი, ყველა გეგმა, ყველა რაღაცა დარჩა გვერდზე და ბარტიმეოსმა გადაფარა ყველა ეს ხმა. და ქრისტე გაჩერდა, მიატოვა ეს ყველაფერი მაბრუნდა და რა გინდა რომ გაიკეთო? ბარტიმეოსი ესე კი არ იყო, თუ გაჩერდება, თუ არა და ვა რა ჩემთვის. რომ მოვიდა ქრისტე და უთხრა რა გინდა რომ გაგიკეთო, რა უთხრა ბარტიმეოსმა? რა ვიცი, რაც გინდა ის გამიკეთე. ესე უთხრა? უბრალოდ რატო გეუბნებით, ამა ჩვენ მდგომარეობა დავინახოთ, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ როგორები ვართ ხშირად. რა ვიხმერთო, თუ გინდა მომეცი და თუ არა და რა ვიცი ახლა, ასეც ვარ. ბარტიმეოსი იყო ველური. იცი როგორი ველური იყო? ისეთი ცივილკივილიათ ეხა სულ გააჩერა ყველაფერი და ყველა. ყველას ყურადღება მიიპყრო. სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს. სულ არ მაინტერესებს ვინ გამასამართლებს, ვინ გაუნათლებელს დამიძახებს. ვინ რას დამიძახებს არ მაინტერესებს. მე უნდა მივიღო ის, რაც მინდა. მე უნდა მივიღო ის, რისკენაც მივისწრაფი. მე უნდა მივიღო ის, მე ჩემი გარღვევა უნდა ვნახო. მე სხვა შანსი არ მექნება. ყველაფერი რწმენასთან არის დაკავშირებული. ბარტიმეოს ეს წამდა და ბარტიმეოსი ამას მიტუაკეთებდა. ხშირად ადამიანებს ეკითხები, რა გინდა? ჩვენ ვიცით რაც გვინდა. დავამთავრებ სკოლას, გავყიდი ამ ერბოს, ვიყიდი წიწილებს. გავყიდი წიწილებს, ვიყიდი გოჭებს. გავყიდი გოჭებს, ვიყიდი ხბორებს. გავზდი ხბორებს, გადავაქცევ ხარებად, წავალ მერე და წყალს მიადგა და რო გადაკრა ეს ჯოხი ამ ხარებს და გადყდა ქილა ერბოც, გახსოვს? ჩვენ ასე ვიქცევით ხშირად. ჩვენი გეგმები გვაქვს. და ამიტომ არის ხშირად, რომ ჩვენ ცხოვრებაში დიდი გამოცხადებებით ვართ დახუნძლული. სადმცალია მაგაზე ფიქრისთვის. მე იმდენი მაქვს საფიქრალი. მეგობრებო, წეხან შემთხვევით არ დამიწყია, ჩვენ თელ ყურადღებას ვხარჯავთ იმაში, რისი დახარჯვაც მერე მოგვიწევს, რომ როგორმე ჩვენი მდგომარეობა დავიბრუნოთ უკან. ჩვენ თელ ჩვენ ფიზიკურ ჯალას, ჩვენ სულიერ ძალას და ყველაფერს ვხარჯავთ იმაში, რომ რაღაცა მოვიპოვოთ მდგომარეობა და მერე ამ მდგომარეობის დახარჯვა მოგვიწევს, რომ როგორი იქ დავბრუნდეთ, სადაც ადრე ვიყავით. თუ ეს ასე არ არის, მითხარით რომ ვიტყუები. დაუკვირდით დღეს ჩვენს მდგომარეობას, მე მოწაფეობაზე ვლაპარაკობთ. მოწაფეობა ბიბლიური მუხლების დამახსოვრება არ არის მარტო მერწმუნეთ, მეგობრებო. ეს მდგომარეობაში შესვლა. ნახეთ ქრისტემ რა თქვა. ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ. იოანეს მეშვიდავის 27-38. დღესასწაულის უკანასკნელ დღეს ადგა იესო შეზახა ხმამაღლა და თქვა: თუ ვინმე წყურია, დალიოსო. ვინ დალიოსო? ყველა მარაო. ყველა ვერ დალევს. ადამიანი ვინც წყალში იხჩობა, წყალი რომ მიუტანო კიდე დალიეო. ის არ დალევს, რა შეჭირდება იმას რომ დალიოს, იხჩობა წყლით და როგორ უნდა დალიოს? მაგრამ თუ ვინმე წყურია, ის დალევსო, ქრისტემ თქვა. ყველა ვერ დალევს ამას. და ვინც დალევსო, ასე წერია. რა მოხდება იცითო? იცით ალბათ ეს მუხლი რაც მოხდება, ქრისტემ თქვა. მისი მუცლიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები იდინებსო. ჩვენი მუცლიდან დის ეს სიცოცხლის წყლის მდინარეები? არა. და იცით რატომ არა? აქვს წყურია და იმიტომ. რო არ მწყურია, რატო დავლევ? რო არ მინდა, რატო მივიღებ? თქვენ ხომ არ გონია რომ ღმერთი მადლზე ვლაპარაკობთ ხშირად? და ზოგს გონია მადლი არის ესე უფასად, რო არ უნდა და ძალით რო ტენი რაღაცას. ბოდიში ამ ძალიან უხეშ გამოთქმაზე ღმერთი არავის არ ტენის არაფერს. ღმერთს ესე არ აქვს რაღაცეები, რომ კი არ გინდა, მაგრამ აჰა. არ გინდა, არა, მიდი. ჩვენ ხშირად ვიქცევით ასე. მაგრამ ღმერთი ასეთი არ არის. ღმერთს უფასური არაფერი არ აქვს. ის რაც ღმერთს აქვს, ეს ძალიან დიდი ფასია სინამდვილეში.
და ამას ის მიიღებს, ვისაც წყურია. ამას ის მიიღებს, წეღარო სიტყვა ვახსენე, რვენიე, ვისაც ეს რვენიე აქვს. ვინც ამისკენ მიისწრაფის, ვისაც ეს უნდა, ვინც ამას აფასებს და ამბობს ღმერთო, არაფერი არ მინდა, არც დიპლომი მინდა, არც განათლება მინდა, თუ ეს არ იქნება, არაფერი არ მინდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ერთხელ ერთ ქვეყანაში ერთმა მორწმუნე მამამ თავისი 11 წლის შვილი წაიყვანა ფეხბურთზე. უთხრა წამოდი შვილო ფეხბურთს გაყურებინებო. და რომ შეიყვანა ფეხბურთზე, თურმე ეს იყო 30,000 კაციანი სტადიონი, მოედანი. გადატენილი ხალხით, იმიტომ რომ კოლუმბია ერთ-ერთი საფეხბურთო ქვეყანაა, ძალიან უყვართ იქ ფეხბურთი. რო შევიდნენ თურმე ამ ხელა მოედანზე, ამ გოგომ ტირილი დაიწყო. მამამის ეგონა რომ შეეშინდაო და რა იყო შვილო, დიდი გოგო ხარ, ამ შეგაშინაო, ისა მამამისი ეუბნება. არა მამი, არ შემშინებია. აპარატო ტირი ხარო. მამიო, ჩვენთან საკვირაო სკოლაშიო, სულ 30 ადამიანი დადისო. ამდენი ხალხი სად შეკრებილაო? სად შეკრებილა ამდენი ხალხი? თურმე რო წაიყვანა სახში, ამ ბავშვის ცხოვრება შეიცვალა. საჭმელს აღარ ჭამს. სკოლაში წასვლა აღარ უნდა. სულ თავის ოთახშია ჩაკეტილი. ლამის ფსიქოლოგთან წაიყვანეს. რა ხდება? და მე გამოუტყდა დედამის. დედაო, მე ძალიან ბევრს ლოცულობო. ღმერთს თხოვ, რომ ღმერთი დამეხმაროსო. იმდენი ხალხი იყოს ეკლესიაში, რაც სტადიონზე იყო. ერთ პატარა გოგოს დაელაპარაკა. მივიდა დაელაპარაკა, უთხრა, მოდი ერთად ვილოცოთ. შეუთანხმდა ეს გოგო. დაიწყეს ერთად ლოცვა. კიდე ვიღაცეები შემოიკრიბეს, კიდე ვიღაცეები. ეს ბავშვი რო გახდა 18 წლის, ჩატარდა ამ ბავშვისგან დაარსებული საოჯახო ჯგუფების კონფერენცია და 30,000 კაციანი სტადიონი იყო სუსავსე. მეგობრებო, ეს არის ის გაზავება, რაც დღეს ჩვენში ხდება. და თუ ამას არ შევებრძოლებით, დღეს იცი რისთვის გვაქვს დრო? სადეცალა ბარტიმეოს იმის საფიქრალად ვინ რა უთხრა, აგინებდნენ, ლანძღავდნენ, მაინც წინ მიდიოდა. იმიტომ რომ არ მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე, მათხოვარს მეზე ხვარ, მაგრამ მე მივიღებ ქრისტესგან. და მე გამოჩნდება ვინ არის მათხოვარი. მდგომარეობა რაშიდაც ვართ, ეს გაზავებაა. და თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით ეხლა, ხვალ ხმის ამოღებასაც კი აგვიკრძალავენ. კეთყვენ დაეტიე მან. დაეგდე მან. და მადლობელი იყავი ეგ ჭრელი სამოსელი რო გაცვია. მაგრამ მე მინდა შეგეკითხოთ, რა გინდა შენ? რა გინდა შენ? დატკბე კომფორტით. და ეს იყოს მარტო? როცა შენი მეგობრები, შენი ახლობლები, შენი ნათესავები, ყველა ძვირფასი ხალხი ხვალ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ან არ გჯერა ამის. და გონია რომ სახარება ვიღაცის ისა წმინდა წერილი დიდ ჭირს ვიღაცის შესაშინებლად ამბობს. დღეს იცი ეს ძალიან აქტუალურია. თანამედროვე თეოლოგიაში, ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ თეოლოგიაში, ასე ჯერა და არავით არის რისხვა, რა რისხვა? ეს ჩემნაირება მოიგონეს, ახლა რო უყვირი ვარ კათედრიდან. თორე ღმერთი სიყვარულია. ღმერთს ყველა უყვარს. ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ყველასთვის ყველაფერი კარგად არ იქნება. ვიღაცეებისთვის შეიძლება ძალიან ცუდად იყოს. იმდენად ცუდად, რომ მე მოგადგნენ სახში და გითხრან, რომ რატო არ მითხარი თუ ეს მელოდებოდაო? ამით ვიყავით დაკავებული. მეგობრებო, მე მინდა აქედან როცა გავალთ, იცი რა წავიღოთ? რა მინდა მე? შენ რა გინდა? რას გააკეთებ იმისთვის, რაც გინდა? დაელოდები ღმერთო თუ გინდა მომეცი და თუ არ გინდა ახლა მეც თავზე ვიძალა არ არის. ბარტიმეოს არ უთქვია თავზე ვიძალა არისო. ბარტიმეოსი ბევრად მაღლა ახტა საკუთარ თავზე. და დიდი ხომალდი გააჩერა. მიიპყრო მთელი ყურადღება. არ მაინტერესებს. მე ერთი მომენტი მინდა გაგახსენოთ. მუხლი აღარ მახსოვთ, მაგრამ მოძებნეთ ადვილია. დავითმა რო თქვა მწყურიაო. დავითმა რო თქვა მწყურია. რა ქნეს? აი წყალი, არა ერთ წყალი არ მინდაო დავითმა თქვა. ეგ არა. მე სხვა რამე მწყურია. და წავიდა სამი მებრძოლი, მტრის ბანაკში შევიდნენ. ერთი ჭაში ჩავიდა, ორი იცავდა. რო არ მოეკლათ ჭაში. ამოიღეს წყალი, მიუტანეს დავითს და რო დაინახა დავითმა რა ფასი ქონდა ამას, არ დალია ღმერთ შეწირა. დაღვარა და თქვა, ამას სისხლის ფასი აქვს. ამას როგორ დავლევ?
დიდება უფალს. რა ფასის გადახდა გინდა შენ მაგას ვიძახი თორე რაღაცები აქ მინდა მე ღმერთი გვეუბნება კარგია რომ გინდა. მაგრამ რისთვის ხარ მზად რომ მიიღო ეგ? შუნამელი ქალი, ასევე გეტყვით, ველური, გიჟი. რო ჩააფრინდა ელისეის ფეხში, ხო გახსოვთ? არ გაგიშვებო უთხრა, არ მithხოვია შენთვის შვილი მომეცი, მაშინ უნდა გაცოცხლდეს, არ მაინტერესებს. დიაგნოზები არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს რომ მეუბნები შეუძლებელია. არ მაინტერესებს, ჩააფრინდა ფეხში და არ უშვებდა. არ მაინტერესებს. შენ რა გაინტერესებს, მე რა მაინტერესებს. ხვალინდელი დღე როგორ წარმოგვიდგენია. იცი? ბარტიმეუს შეიძლება ისე ეთქვა, სად მცალია მაგისთვის? ვინ არის ჩემი პატრონი? არავინ მე არ სად მცალია მაგისთვის? მის სახედი მაქვს ძალიან ბევრი რაღაცა. მე ხო ძლივს ვირჩენ ჩემ თავს, იქით ოჯახი მყავს კიდე შესანახი. მაგრამ ბარტიმეუსმა თქვა, წყალს წაუღია ყველაფერი, თუ ის არ მივიღე რაც ღმერთს აქვს ჩემთვის. სულ არ მაინტერესებს არაფერი. მეგობრებო, არის ერთი ქართული სიტყვა არანორმალური. მე მინდა მოვკვდე არანორმალური. მე არ მინდა ამ წუთისოფლის ნორმებს დავემორჩილო. არ ვაპირებ ასე ცხოვრებას. მე მინდა მოვკვდე არანორმალური. მაგრამ აუცილებლად უნდა მივიღო ის, რასაც ღმერთი გვაძლევს. დიდება უფალს. ეს უნდა იცი ეს თავისთავად არ მოგინდება, ეს უნდა მოინდომო. უნდა უთხრა ღმერთს, გახადე სურვილი ჩემში წველი, მე მინდა ახალგაზრდებს გითხრათ, გადახედეთ თქვენს თაობას, გადახედეთ თქვენს კლაცელებს, გადახედეთ თქვენს მეგობრებს. ხაშურში ველაპარაკებოდი ვერიკოს. ავიკიდებდით ამ გიტარას ფეხით. ერთი ხაშურელი გოგო დადიოდა ხოლმე ეკლესიაში. უბანში ბავშვები დადებდნენ, სუქანი დასქელი, 50-იანი. რა მაინც დადიოდა ეკლესიაში. დავდიოდით ფეხით. კი, ჭიათურაში 30 ადგილზე ვატარებდით მსახურებას. ფეხით. ერთი სოფელია მოხვა ზევით მთებში რაჭის საზღვარზე. იქ რო ავდიოდი და უკან ჩამოვიდოდი, ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი მქონდა ხოლმე. მაგრამ მაინც დავდიოდით. არავინ არ გვავალებდა, გვინდოდა. და რატო გვინდოდა? ვიცოდით რომ ღმერთს უნდოდა. და მიტომ მივდიოდით. დღეს აღარ უნდა ღმერთს? დღეს არ უნდა ღმერთს სოფლებში? დღეს არ უნდა ღმერთს უბნებში? დღეს არ უნდა ღმერთს საოჯახოებში? არ გცალიათ. არ გცალია. სად მაქვს მაგის დრო? დღეს დიდი ხომალდი ნელ-ნელა ტრიალდება. მაგრამ ბარტიმეუსმა გააჩერა ის დიდი ხომალდი. და თუ გავაჩერებთ, კი ბატონო, ჩვენ უნდა ვილოცოთ, მეგობრებო. შეგიძლიათ წამოდგეთ ჩემთან ერთად.